მოგესალმებათ ინოვაციური ონლაინ პროექტი. მე ვარ თამარ გუღუნიშვილი და ეს არის ჩვენი გეომეტრიული ნაწილის მეხუთე ვიდეო ლექცია. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ პარალელოგრამებზე, ასევე განვიხილავთ რამდენიმე საინტერესო ამოცანას. დავიწყოთ პარალელოგრამის განმარტებით. პარალელოგრამი ეწოდება ისეთ ოთხკუთხედს, რომლის მოპირდაპირე გვერდები არის ერთმანეთის პარალელური. თქვათ მოცემული გვაქვს ოთხკუთხედი ABCD და ვიცით რომ AB პარალელურია CD გვერდის, ხოლო BC პარალელურია AD გვერდის. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული ოთხკუთხედი არის პარალელოგრამი. ჩამოვაყალიბოთ 4 მნიშვნელოვანი თვისება პარალელოგრამისთვის. პირველი, ეს არის რომ პარალელოგრამის მოპირდაპირე გვერდები გარდა იმისა, რომ ერთმანეთის პარალელურია, აუცილებლად არის ერთმანეთის ტოლი. ანუ AB უდრის CD გვერდს, ხოლო BC უდრის AD გვერდს. შემდეგი თვისება, ეს არის რომ პარალელოგრამის მოპირდაპირე კუთხეები არის ერთმანეთის ტოლი, ანუ კუთხე A უდრის კუთხე C-ს, ხოლო კუთხე B უდრის კუთხე D-ს. ასევე პარალელოგრამის ნებისმიერ გვერდთან მდებარე შიგა ორი კუთხის ჯამი, ეს არის განსაზღვრულად 180 გრადუსის ტოლი. ანუ ეს რას ნიშნავს? კუთხე A-ს დამატებული კუთხე B ეს უდრის 180 გრადუსს, ანალოგიურად კუთხე B-ს დამატებული კუთხე C ესეც არის 180 გრადუსის ტოლი, კუთხე C-ს დამატებული კუთხე D ესეც არის 180 გრადუსის ტოლი, ხოლო კუთხე A-ს დამატებული კუთხე D ესეც იქნება 180 გრადუსის ტოლი. აქვე დავამატებ, რომ ნებისმიერ ოთხკუთხედში შიგა კუთხეების ჯამი ყოველთვის განსაზღვრულად არის 360 გრადუსის ტოლი. რაც შეეხება მეოთხე ასევე მნიშვნელოვან თვისებას, ვიცით რომ ოთხკუთხედში მოპირდაპირე კუთხეების შემაერთებელ მონაკვეთს ეწოდება დიაგონალი. პარალელოგრამში გაივლება ორი დიაგონალი და ისინი გადაკვეთის წერტილით გაიყოფიან შუაზე. ეს რას ნიშნავს, რომ თუ კი პარალელოგრამში გავავლეთ AC და BD დიაგონალი და მათი გადაკვეთის წერტილი იყოს O, AO, ტოლი იქნება OC-სი, ხოლო BO ტოლი იქნება OD-სი. ესეც განსაზღვრება მეოთხე თვისების. რაც შეეხება პარალელოგრამის ფართობს და პერიმეტრს, ეს იქნება ფართობი გვერდი და ამ გვერდზე დაშვებული სიმაღლის ნამრავლი, ხოლო პერიმეტრი ყველა გვერდის სიგრძეთა ჯამი, ისევე როგორც სამკუთხედში. დავწეროთ პირველ რიგში ფართობის გამოსათვლელი ფორმულა ABCD-ს უდრის, როდესაც AD გვერდზე დაშვებული გვაქვს თქვათ BK სიმაღლე, ხოლო CD გვერდზე დაშვებული გვაქვს BQ სიმაღლე. ეს იქნება პირველ შემთხვევაში AD გამრავლებული BK-ზე, ანუ გვერდი და ამ გვერდზე დაშვებული სიმაღლე, ხოლო მეორე გვერდიც დავწეროთ S-ი ABCD-ს, ეს უდრის CD გამრავლებული BQ-ზე. ხოლო რაც შეეხება პერიმეტრს, ჩავწეროთ პერიმეტრი ABCD-ს, ეს უდრის AB-ს დამატებული BC დამატებული CD დამატებული AD. მაგრამ ჩვენ უკვე ვისწავლეთ თვისება, რომ პარალელოგრამში მოპირდაპირე გვერდები არის ტოლი. ანუ შეგვიძლია ჩავწეროთ ორი გამრავლებული AB-ს პლუს BC. ახლა კი განვიხილოთ ერთი საინტერესო ამოცანა. როდესაც მოცემული გვაქვს ABCD პარალელოგრამი და ვიცით, რომ მისი ფართობი უდრის 64 მეტრ კვადრატს, ხოლო გვერდი, რომელ გვერდზეც დაშვებულია სიმაღლე 4-ჯერ მეტია ამ სიმაღლეზე. დავწეროთ აღვნიშნოთ უცნობით BK სიმაღლე, ჩვენ შემთხვევაში X-ით, ხოლო ის 4-ჯერ ნაკლები უნდა იყოს გვერდზე, რომელზეც ის დაეშვა, ანუ AD უდრიდეს 4X. და ამოვხსნათ ჩვეულებრივ ფორმულის გამოყენებით
ამოცანა. დავწეროთ S-ი, A, B, C, D-ი, ეს უდრის AD გვერდი გამრავლებული BK-ზე. BK-ზე. შევიტანოთ მონაცემები, ანუ AD გვერდი ჩვენ შემთხვევაში 4x-ი რომ გავამრავლოთ BK-ზე, ანუ x-ზე, ეს უდრის 64-ს. შეგვიძლია შევკვეცოთ 64 და 4, აქ იქნება 16, x კვადრატი უდრის 16, ხოლო x-ი უდრის 4-ს. რაც შეეხება პარალელოგრამის სიმაღლე, მისი სიგრძე იქნება აუცილებლად 4 მეტრის ტოლი, ანუ BK უდრის 4 მეტრს, ხოლო რაც შეეხება გვერდს, რომელზეც ეს სიმაღლე დაეშვა, ანუ ფუძე AD გვერდი იქნება BC გვერდის ტოლი, რა თქმა უნდა, და 16 მეტრის ტოლი. განვიხილოთ კიდევ ერთი საინტერესო ამოცანა პარალელოგრამზე. მაგალითად, მოცემული გვაქვს ABCD პარალელოგრამი, სადაც ვიცით, რომ BK მართობულია AD გვერდის, ამავდროულად BQ მართობულია CD გვერდის. ვიცით სიმაღლეების შეფარდება, რომ BK ისე შეეფარდება BQ-ს, ისე შეეფარდება BQ-ს, როგორც 2 შეეფარდება 7-ს. ამავდროულად განსაზღვრულია აღნიშნული პარალელოგრამის პერიმეტრი, რომ უდრის 72 სანტიმეტრს. გვეკითხებიან პარალელოგრამის გვერდებს. როგორ უნდა მოვიქცეთ? პირველ რიგში დავწეროთ პარალელოგრამის პერიმეტრის გამოსაცვლელი ფორმულა. P უდრის AB-ს დამატებული BC გამრავლებული 2-ზე. მოდით აღვნიშნოთ AB გვერდი 10 და BC გვერდი B. ჩავწეროთ 2 გამრავლებული 100 პლუს B. შევიტანოთ 72 უდრის 2 გამრავლებული 100 პლუს B. ანუ რას უდრის A პლუს B? ეს იქნება 72 გაყოფილი 2-ზე, ანუ 36 სანტიმეტრის ტოლი. მაგრამ არ ვიცით AB, თუმცა ჩვენთვის ცნობილია სიმაღლეების შეფარდება. აქაც შემოვიტანოთ ცვლადი და პირობითად დავწეროთ, რომ BK იყოს 2x, ხოლო BQ იყოს 7x. და გამოვიყენოთ ფართობის გამოსაცვლელი ფორმულა ამ შემთხვევაში. ჩვენ ვიცით, რომ პარალელოგრამის ფართობი ეს არის გვერდი და ამ გვერდზე დაშვებული სიმაღლის ნამრავლი. შესაბამისად, პარალელოგრამის ფართობი ორივე შემთხვევაში, როდესაც AD გვერდზე დაეშვება BK სიმაღლე, იგივე იქნება, როდესაც CD გვერდზე დაეშვება BQ სიმაღლე. ანუ შეგვიძლია ესენი გაუტოლოთ ერთმანეთს და ჩავწეროთ AD გამრავლებული BK-ზე უდრის BQ გამრავლებული CD-ზე. შევიტანოთ ფორმულაში, ანუ ჩვენი AD გვერდი იქნება B, ხოლო CD გვერდი იქნება A. და ჩავწეროთ, რომ A გამრავლებული 2-ზე იგივეა რაც B გამრავლებული 7-ზე. მოდით გამოვთვალოთ A-რას უდრის აქედან, A უდრის 7B შეფარდებული 2-თან და შევიტანოთ 100 პლუს B-ში. ჩავწეროთ 100 ნიშნულობა, რომ 7B შეფარდებული 2-თან დამატებული B ეს უდრის 36. როგორც ხედავთ, ერთი უცნობი გვაქვს მხოლოდ და ამოხსნათ B-ს მიმართ აღნიშნული ტოლობა. ეს იქნება გავაერთმნიშვნელიანოთ პირველ რიგში 2-7B-ს პლუს 2B უდრის 36. 9B უდრის 2 გამრავლებული 36-ზე. შეგვიძლია შევკვეცოთ 9 და 36, აქ იქნება 4, ანუ B ტოლია 8-ს. უკვე გავიგეთ B გვერდის მნიშვნელობა, ანუ ჩვენ შემთხვევაში BC და AD გვერდის მნიშვნელობა. ახლა კი შევიტანოთ მეორე განტოლებაში და ვნახოთ თუ რას უდრის A გვერდი. A უდრის 7 გამრავლებული 8-ზე შეფარდებული 2-თან. 2 და 8 შეგვიძლია შევკვეცოთ, ანუ A ტოლი იქნება 7 გამრავლებული 4-ზე, ეს არის 28 ტოლი. ამრიგად ვიპოვეთ AD გვერდი უდრის BC გვერდს და უდრის 8-ს, ხოლო რაც შეეხება AB გვერდს, AB გვერდი უდრის CD გვერდს და ის უდრის 28-ს.
ამ ვიდეო ლექციისთვის სულ ეს იყო. მომავალ შეხვედრამდე.